დიდი ხანი არ ყოფილა პრესკონფერენციაზე და ნერვიულობა. რთულია ძალიან. 17 წელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა და თამაში საკმაოდ როგორც რთული, ასევე ძალიან სამაყო. 5 ივნის ჩავატარებ ჩემს უკანასკნელ თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით და ეს არ იყო ეს წლები, ეს მხოლოდ ეს თამაში, ეს არის გზა, რომელიც გავიარე მე სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდზე იდგა ამ წლების განმავლობაში. ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, წვრთნელებს აბსოლუტურად ყველას, ვისთან ერთადაც მომიწია მუშაობა, ყველა თანაგუნდელს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში, მადლობა მინდა გადაუხადო ექიმებს, სტაფის წევრებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, რადგან მათი დიდი დამსახურებაც არის, მინდა რომ აქედან მადლობა გადაუხადო, ისინი ქმნიან ამ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი გაშუქდეს და მათი დიდი მადლიერი ვარ ასევე. და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომელიც ყოველთვის მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში და განსაკუთრებულად დინამოს არენაზე მათი ჩემთან გვერდზე ყოფნა ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობოდა. ეს იყო რაც შეიძლება გამოვყო ყველაზე მეტად ალბათ, როდესაც მე ესპანეთთან ვითამაშე 55,000 ადამიანი როგორც სკანდირებდა ჩემს გვარს, ეს მინდა რომ ყოველთვის განმეორებულიყო, მართლა ეს მომენტია. და ყველაზე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მშობლებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს არ არიან ჩემთან ერთად. მადლობა საქართველოს. მე ვამთავრებ საფეხბურთო კარიერას ეროვნულ ნაკრებში. სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემეტანა ჩემი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ამ გუნდთან ერთად. ყოველთვის ქართული ფეხბურთის გვერდზე ვიდგებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს.